სოფლიოში ყველაზე პოპულარული მრავალმომხმარებლიან თამაშის სახელად Cross River-ში არის ის, რომელიც ცნობილია სახელით Demontal Lord-ი. მისი სრული სახელია Demontal Lord-ი Diablo. Diablo თამაშის მონსტრი არ არის, ის არის ლეგენდარული მოთამაშე, რომელმაც მისი დახელოვნებით უმაღლეს მწვერვალს მიაღწია. მაგრამ ასეთი ძლიერი მოთამაშე, რამ შეიძლება რომ გააბრაზოს? სხვის იშვიათმა აკაზმულობამ, თუ მათ ტიტულმა? არა. მას აინტერესებს მხოლოდ ერთი რამ და ეს არის. ესე იგი, წყვილმა მომაკითხა. მოკვდით. სიყვარულის გამოვრცელებლებო, საცოდავო სულელო არსებებო, თქვენ დაისჯებით Demontal Lord-ის ხელით. ამ თამაში არაფერი გესაქმებათ. მიიღეთ ახალ ბედებო. აი ეს კი მე ვარ. თამაშის ჩაციკლული საკამოტო ტაკუმა. იმ დროს ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ სხვა სამყაროში მომიხმობდნენ ნამდვილი Demontal Lord-ის სახით. რა? Demontal Lord-ის როლი. ეი, უცებედად Diablo-д რატომ გადავიქეცი? ეს რა ჯანდაბაა? მე ხომ ჩემ ოთახში ვთამაშობდი. აი, დავასრულეთ დამორჩილების რიტუალიც. რა? როგორი ყოჩაღი ვარ, მოხმობა წარმატებით განვახორციელე. ნება მომეცი შეგისწორო. ერთადერთი მისი მომხმობი აქ მე ვარ. რა? ეს რა ყურები აქვს? ის რა პანტერიანელია? და ეს გოგონა ელფია? მე ხომ მას ვაკოცე. მაკოცა? რა? მე კი მეგონა რომ ეს მომეჩვენა და მომენტით დატკბობა ვერ მოვახერხე. დაიცა, საერთოდ სად ვარ? ჩემ საცხოვრებელ მიდამოს არ გავს. მეტეორის კოშკზე ის მე მოვიხმე. მეტეორის კოშკი. მეტეორის კოშკი. Cross River-ში მოხმობების ადგილია. აქ შეიძლება მოიხმო და დაიმორჩილო სხვადასხვა ცხოველი. ესე იგი მე რა? ამ გოგონებმა Cross River-ში მომიხმეს. მათი მორჩილება არ არის ცუდი აზრი. არა. ის ხო მე მოვიხმე. არა, მე მოვიხმე. მე მოვიხმე. ნეტავ გოგონებთან როგორ უნდა მოვიქცე? მათ ბოლოს როდის ვესაუბრე და საერთოდ ოდესმე ვესაუბრე თუ არა. მე ხომ მთელი ცხოვრება სოლომ განვლე. დაიცა, მათთან ურთიერთობა მქონდა. თამაში როდესაც გოგო შეტევაზე გადმოდიოდა, მე მათ ველაპარაკებოდი. ზურგის შეკცევა როგორ გაბედეთ? თქვენს წინაშე ხომ თვით Diablo დგას? მოხმობილი ცხოველი ლაპარაკობს. აი, ხომ ხედავთ, თამაშის გამომადგა რეალურ ცხოვრებაში. ისე უნდა ველაპარაკო, როგორც Demon Lord-ის სხვა ადამიანებს. თქვენი ბრძანებელი მე ვიქნები, დამორჩილების ნიშნად ხელი ჩამოართვით ერთმანეთს და გაიღიმეთ. ეს მსუქანი ელფი საერთოდ არ მაინტერესებს.
რა? ეს როგორ გააკეთა? ჩვენ რატომ გავებით? საყელო მოხმობილ ცხოველს ხომ უნდა გაჩენოდა? მე კი მეგონა რომ დამორჩილების რიტუალი წარმატებით დასრულდა. თქვენ ჩემ დამორჩილებას აპირებდით? დიახ. მართლაც, ეს არის დემონთა ლორდის ბეჭდის ეფექტი. კროს რივერში უიშვიათესი არტეფაქტი, რომელიც ნებისმიერ მაგიას ირეკლავს. ის ხომ ერთ-ერთი უძნელესი კვესტის შესრულების შემდეგ მივიღე საჩუქრად, ესე იგი მისი ძალა აქაც მოქმედებს. მაგიის შემზე გამოყენება უშედეგოა, რაოდენ ძლიერიც არ უნდა იყოს, მე მას ავირეკლავ, ამიტომაც დამორჩილების მაგიამ თქვენზე იმოქმედა. რა? მოხმობილ ცხოველზე დამორჩილება გამაკლდა. როგორც კი ქალაქში დაუბრუნდებით, იქ მოვიშორებთ ამ მაგიას, შემდეგ კი შენ ჩვენთან ერთად წამოხვალ. ამ უცხო სამყაროში მარტო ბოდიალი არ მინდა. მართლაც, ჩვენი სახელები ხომ ჯერ არ იცი? შენ საერთოდ გესმის ახლა რა სიტუაციაში ვართ? მაგრამ ასე ურთიერთობა ძნელია. ჩემი სახელია შერა ელ გრინვუდი. რაღაც მიზეზების გამო გადავწყვიტე თავგადასავლების ძებნა. მოგესალმებით. რემ გალეუ, მე ავანტიურისტი ვარ, რაც საკმაოდ ძალას მოითხოვს. სწორედ ამიტომ გთხოვ, შენი ძალა მას ესხენ. დიაბლო მთელ რაზმსაც კი შეცვლის, რაც არ უნდა იყოს, ის ხომ მოლაპარაკე ცხოველი არის. სულელებო, მე ცხოველი არ ვარ. მაშინ ვინ ხარ? ხომ ვერ ვეტყვი რომ უბრალოდ თამაშით ჩასიკლული ბიჭი ვარ. ჩემი სახელია დიაბლო, ხალხი მიცნობს დემონთა ლორდის სახელით. დემონთა ლორდი, რა მაგარია, მე ხომ პირველად მოვიხმე და ასეთი მაგარი შემხვდა. ის, მე მოვიხმე. არა, მე მოვიხმე. არა თქო, მე მოვიხმე. რა უაზროდ ხმაურობთ,ახლავე ქალაქისკენ წავედით. აბა ჰეგზას დავადგეთ. დიაბლოს წყალობით ავანტიურისტების გილდიაში ჯადოქრად სიამოვნებით მიმიღებენ. ჯანდაბა ყველაფერი ასე რატომ შემოტრიალდა? თან არა მგონია რომათ ამის მიზეზი იცოდნენ. აქამდე მხოლოდ ერთი რამ გავიგე. ელფი ძალიან მაგარია. წარწერა, სასაზღვრო ქალაქი ფალტრა. დიდი მადლობა. არაფრის. აი მოვედით, ეს არის ჩემი სასტუმრო. მოგესალმებით, ჩემი სახელია მეი. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სიმშვიდის სადგომში. დიაბლო, რა საკეთებ? ღამე აქ უნდა გავათიოთ. ასე ხომ ჭკუიდან შევიშლები. ეი, მინდა რომ მან ჩემ ოთახში დაიძინოს. რა? შენ რა გონია რომ შენნაირ არარაობასთან ერთ ოთახში ვიქნები? დამატებითი ოთახისათვის ფული არ გვეყოფა. მაგის საჭიროება არ არის. დიაბლო ჩემ ოთახში დარჩება. რა? რატომ? დიაბლო ხომ მე თავად მოვიხმე. ამიტომაც ჩემთან უნდა იყოს. აქ თუ კამათობ სხვას დისკომფორტს უქმნით. მე მოვიხმე. არა, მე მოვიხმე. უჩაში გაგაგდოთ. და შენთან ერთად ღამე რატომ უნდა გავათიო? მაგის სურვილი მეც არ მაქვს. ოთახში ხომ ერთი საწოლია და ორი გოგონა. ნუ თუ ღამეში დემონთა ლორდის თამაშები დაიწყება. არა, ეს არ უნდა დაუშვო, თორემ ჩემი გული ვერ გაუძლებს და მოვკვდები. შემოდით. მაპატიეთ. რემ და ხალხნო. ჩვენ ხომ პირველად ხვდებით, ამიტომაც ნება მომეცით გაგეცნოთ. ჩემი სახელია სელესტინა ბოდლერი. მოგესალმებით. სელესტინა, ნაცნობი სახელია. ჯადოქრების ასოციაციის უფროსი ხომ არა ხართ? თვით დიდოსტატი სელესტინა. შეგიძლიათ სელესი დამიძახოთ. აი თურმე საიდან მეცნობა მისი სახელი. ჯადოქრების ასოციაციაში საკმაოდ გავლენიანი პერსონა იყო. იცავს ქალაქის ბარიერს. ნუ, თამაში ასე იყო. და ასეთ გავლენიან ქალბატონს აქ რა ესაქმება? დღეს რემთან სასაუბროდ მოვედი. ხომ ვერ მომიყვებით? გზად რა გადაგხდათ?
გემრიელია, როგორც იქნა წესიერი საჭმელი. დამორჩილებისას მაგიის არ ეკლა. საკმაოდ სერიოზული საქმეა. დიაბლო. გოგონებს ხომ ვერ გაათავისუფლებ? ისინი ჩემი სურვილით არ დამიმორჩილებია, მათი გაშვება რომ შემეძლოს ამას დიდი ხნის წინ გავაკეთებდი. როგორც ხედავ, ამაზე ზრუნვა თავად მომიწევს. ძალიან გთხოვთ, მაინტერესებს. ჯადოქრების ასოციაციის უფროს ჩვენთან რა ესაქმება, მიპასუხე უფლებას გაძლევ. ნაძირალავ, როგორ ბედავ ქალბატონ ბოდლერთან მასეთი ტონით საუბარს, შეურაცხყოფის უფლებას არ მოგცემ. ეს საშიში კაცი ვინ არის? ალბათ, ზედმეტი მომივიდა, მაგრამ სხვანაირად ხმის ამოღებასაც ვერ ვახერხებ. გარაკ, გთხოვ, როგორ ბედავ ნებართვის გარშე ჩემთან საუბარს, არა რაუბავ. გარაკ, უფრო მეტი თავშეკავება გმართებს. ხალხთან საუბარი ძალიან დამღლელია. სელეს, არ მინდა რომ ასოციაციის შტაბში დაუბრუნდე და მხოლოდ დაცვის საშუალებით ვიარო. რემ, მისმინე, ჩვენ მხოლოდ შენი დახმარება გვინდა. შენ ამ სამყაროსათვის ძალიან ძვირფასი ხარ. ზრუნვისათვის დიდი მადლობა, მაგრამ მე შემიძლია საკუთარი თავის დაცვა. გასაგებია. ნება მომეცით დაგემშვიდობოთ. საყელოს მოხსნის გზის სევნას დავიწყებ. დიდი მადლობა. კარგად. საკმაოდ გავლენიანი სტუმარი გყავდა. ხედავ, მნიშვნელოვან საიდუმლოს მალავ. არა, მსგავსი არაფერი. ჩემი მოთამაშის წინათგრძნობა მეუბნება, რომ ეს გოგონა მნიშვნელოვან საიდუმლოს ინახავს. ზოგიერთი პერსონაჟის საიდუმლოს გაგება არ არის ადვილი, მაგრამ როგორც კი კუთხეში მიიმწყდევ, ეგრევე ალაპარაკდებიან. ალბათ მნიშვნელოვანი ინფორმაციაა. ახლავე უნდა გავარკვიო. სუბუქი ხარ? ეი, საით მივდივართ? ვინაიდან საიდუმლოს გამჟღავნება ნებით არ უნდა მომიწევს მისი წამება. კარგით, მე აქ უბრალოდ ჭამას გავაგრძელებ. ეი, სულელო ელფო, დამეხმარე. ანკალი არ არის საჭირო, შენ მოკლას არ ვაპირებ. ირჩევ, ახლავე მითხრა საიდუმლო. მისი გამჟღავნება არ მინდა. ჩემი ძალის გამოყენება გინდა და თავად საიდუმლოს გამხელაზე უარს მეუბნები. რომ მოგიყვე, დარწმუნებული ვარ, რომ მიმატოვებ. შენ რა გონია დემონთა ლორდ სიტყვებით შეაშინებ? ხედავ, წამება გარდაუვალია. შენ ჩემთვის ნამუსის ახდა გინდა? მსგავსი აზრიც კი არ მქონდა. უბრალოდ სიუჟეტის დაძაბვა მინდოდა. ახლა კი რა უნდა უქნა? ის ზურგზე დავაწვინე და წამება როგორ უნდა დავუწყო? ხელი რომ დავაკარო, ეგრევე დამნაშავე გავხდები. ალბათ, ეს საკმარისი იქნება. სალამი მეგობრებო. თხოვნა იქნება შემოგვიერთდეთ Discord-ზე, ლინკი კომენტარებშია. მადლობა წინასწარ. ეს რა მუშაობს? ასეთი რეაქცია რატომ აქვს? ძალიან გთხოვ, შეჩერდი. შენი საიდუმლო გამანდე. არ შემიძლია. მაშინ სხვა გზა არ არის. როგორი ფუმფულაა? არა, დაიცა. და აი ასე რა სიტყვი? ოღონდ ყურები არა. საიდუმლო გამანდე. არ შემიძლია. როგორი ჯიუტი გოგონა ხარ, სხვა გზას არ მიტოვებ. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს კატას ვეთამაშები. ფუმფულა არსებები ყოველთვის მომწონდა. ჯანდაბა. ზედმეტი მომივიდა. ეს უკვე ცუდია. ასეთი სახის გამომეტყველებაზე რა რეაქცია უნდა მქონდეს? ნუ თუ მეტყვი რომ რაც არ უნდა გაიგო. შენ მე არ გამრიყავ და ჩემგან არასდროს გაიქცევი. რემ, ჩემი იმედი გქონდეს.
რა საიდუმლოსაც არ უნდა ფარავდე, დემონთა ლორდის სახელით გეფიცები, მე შენთან ერთად ვიქნები, ასე რომ ნუ დარდობ. არა. შენ რა, ჩემი შეჭმა გინდა? ზევიდან რაღაც ხმაური მოდის. გოგონი, ისინი ხომ შენი მეგობრები არიან? ხომ ვერ ნახავდი რა ჭირთ? დიახ, მასია. კარგით. მაგრამ მანამდე კიდევ ერთი პორცია მომიტანეთ. სერიოზულად? ხომ არ დაშავდი? არა, ბედნიერი ვარ. შენ მითხარი, რომ რაც არ უნდა მოხდეს არ მიმატოვებ. დიახ. მსგავსი რამ ადრე ჩემთვის არავის უთქვავს. ჩემში ჩაბეჭდილია დემონთა ლორდის კლებუს კრუმის სული. რა? კლებუს კრუმი? ის არის კროს რევერში სახიფათო ბოსი და ვინაიდან ის ახსენა, ესე იგი მართლაც კროს რევერის სამყაროში ვარ. ჩემი მიზანია, რომ ჩემში არსებული დემონთა ლორდი კლებუს კრუმი დავამარცხო და მისი სული გავანადგურო. გასაგებია, სელესის სიტყვებით თუ კი ვიმსჯელებთ, კლებუს კრუმი კვლავ გაცოცხლდება მაშინ, როდესაც შენ მოკვდები. და ასევე არ იცის, შენ სიკვდილამდე მისი სული როგორ გაანადგუროს. ვინაიდან სხვა შემთხვევაში მთელი სამყაროს ძალა შეაგროვებდა მისი სულის დასამარცხებლად. და სხვა ადამიანები შენდამი დამოკიდებულებით თუ კი ვიმსჯელებთ კლებუს კრუმისა და შენი კავშირის შესახებ მხოლოდ სელესმა იცის. ასია, მართალი ბრძანდებით. ის გათავისუფლდება მაშინ, როდესაც მე მოვკვდები და სელესმა ამის შესახებ იცის. ადრე კლებუს კრუმი დედა შენის სხეულში იყო ჩაბეჭდილი და ის შენ მემკვიდრეობით მიიღია რა. პატარა გოგონასათვის მართლაც რომ საზარელი ხვედრია. ეს რომ თამაშის ნაწილი იყოს, მის ავტორებს უთუოდ გავკიცხავდი. საცოდავი კლებუს კრუმის სულს თავად გავანადგურებ. მაგრამ მანამდე უნდა გავიგო თუ როგორ მოვახერხო მისი შენგან გამოდევნა. რითი გაწყენინო? ჩემ ცხოვრებაში პირველად მითხრეს, რომ არ მიმატოვებენ. სათანადოდ უნდა დამაფასო. მე არც თუ ისეთი სუსტი ვარ, რომ მაგის შემეშინდეს და სადღაც დავიმალო. ნარუტო X წერტილიჯი წარმოგიდგენთ, როგორ არ უნდა მოიხმო დემონთა ლორდი. მარტო ყოფნას ვარ მიჩვეული, როგორც თამაში, ისე რეალურ ცხოვრებაში. და ახლა, მხოლოდ ერთი თხოვნით გადავწყვიტე გოგონას დახმარება. ეს რატომ გავაკეთე? მართლაც რომ გასაკვირია. ეი, დემონო! ესაც ვიცოდი, შორიდან გიცანი. სელესის მცველია ხარ. არა ადამიანს უფლებას ვერ მივცემთ, რომ ქალაქში ღამით იბოდიალოს, როგორც მას მოესურვება. რაშია საქმე, გაქცევა გადაწყვიტე? ჩემთან საუბარს რა უფლებით ბედავთ? არა რაობასთან არაფერი მესაქმება. დაიცა. მე არა რაობა კი არა გარაკი ვარ, შენი სიტყვების გამო პასუხს გაგებიეთ. ბოთლის როლის მეტი არაფერი შეგიძლია, რას გააკეთებ? მე ვარ დიდოსტატთან ყველაზე დაახლოებული პირი, ასე რომ გავლენით მას არ ჩამოვუვარდები. როგორც კი პირველად დაგინახე, ეგრევე არ მომეწონე. ახლა კი ბოლოს მოგიღებ. წამიც და შემეხვეწები რომ დაგინდო. ეს არის უძლიერესი მხეცი, რომელიც გზად ყველაფერს ფერფლად აქცევს. მე შენ გიხმობ.
სალამანდრა. არა, ქალაქში მხეცის მოხმობა აკრძალულია. მოკეტეთ. ეს სალამანდრა 21 დონის არის. თუ ახლა მომიბოდიშეთ, მცირედი დამწრობებს გაკმარეთ, თორემ ის მძლავრ ცეცხლში შეიძლება სულ მთლად დაიფერფლოს. რა? თქვენ რა? დამცინით? 21 დონი. ის ხომ ძალიან სუსტია. ეი, ეს რა გააკეთე? მოკეტეთ, ეს არის სამართლიანობის აღდგენა. სულ ეს იყო 21 დონიდან, სხვას არც კი მოველოდი. რა? სალამანდრა მოკალი. მოკალი. სულ მთლად ფერხლად აქციე. ნება მომეცით რაღაც გითხრათ. მე ვარ 150 დონის. 150? შეუძლებელია, ეგ წარმოუდგენელია. მსგავსი მონსტრი საერთოდ ვერ იარსებებს. მოკალი, აფეთქება. ჩემგან დამდობას არ ელოდო. რა? ეს რა არის? ეს ხომ წარმოუდგენელია. არა და თავს ვიკავებდი. თუ ისეთი ძალა მაქვს, როგორც თამაში ქონდა დიაბლოს. თამაში წვალებით მოპოვებული ძალა. ახლა ჩემი საკუთარი გახდა. ის ხომ მორიგი არა ადამიანია, უსუსური ნაგავი. ეს როგორ გააკეთა? ვინ ჯანდაბა ხარ ასეთი? ჩემი სახელია დიაბლო. მე ვარ დემონთა ლორდი სხვა სამყაროდან. Once you finish registering as an adventurer, you'll be able to take on quests. I look forward to working with you, Mr. Diablo. Remove that collar from Shira's neck. Diablo!